აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში ჩატარდა ლექცია სემინარი თემაზე შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და სუბიექტები. ტრენინგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებათა საჯარო მოსამსახურეებისთვის ჩატარდა და მას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის იურისტი თამარ სურმავა უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრაზე ახალ შრომის კოდექსზე, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონზე და იმ სამართლებრივ ასპექტებზე ისაუბრეს, რაც დამსაქმებელსა და დასაქმებულ შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ახალ შრომის კოდექსში დასაქმებულთათვის ბევრი სასიკეთო ცვლილება შევიდა. 2006 წლის კანონისგან განსხვავებით 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად დამსაქმებელი დასაქმებულ შრომით ხელშეკრულებას არგუმენტირებული მიზეზების გარეშე ვერ შეუწყვეტს. თუმცა აქვე იურისტი დღეისათვის ამ მხრივ არსებულ ხარვეზებსა და დარღვევებზეც საუბრობს. იურისტი საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების საინტერესო სტატისტიკაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ადრე შრომითი ხელშეკრულების დარღვევის დროს სასამართლო პროცესის შემთხვევაში დასაქმებულთა 99% იმთავითვე წაგებული იყო. ბოლო პერიოდში კი მსგავს ფაქტებზე აღძრული სასამართლო პროცესები დასაქმებულთა სასიკეთოდ მთავრდება. ტრენინგის მიზანი არის, რომ დასაქმებული პიროვნებები, რომლებსაც რეალურად აქვთ შეხება ყოველდღიურ შრომით ურთიერთობებთან, მათზე ამორგებული, მათზე ორიენტირებული, რათა უფრო მეტი იცოდნენ შრომითი კანონმდებლობის შესახებ. დღევანდელი სემინარიც ორიენტირებულია კონკრეტულ საკითხზე, უფრო მეტი შესაძლებლობა რომ მიეცეთ მაგალითისათვის პირებს, ამ სემინარში მონაწილე პირებს, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები, გავცეთ ამ შეკითხვებზე პასუხი და უფრო ორიენტირებული ვიყოთ უშუალო კონკრეტულ დეტალებზე და მოკლედ მოვიცვათ თითქმის შრომითი კანონმდებლობის ძირითადი საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად პრობლემური და ხარვეზულია. შეხვედრაზე განსახილველი თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, მსგავსი ტრენინგები სისტემატურად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის დაკავშირებული შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და შრომითი ურთიერთობების სუბიექტებთან. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, აუცილებელია, რომ წელიწადში ორჯერ მაინც მინიმუმ აქტუალურ პრობლემურ საკითხებზე ჩატარდეს ეს ტრენინგები. აღნიშნული ტრენინგები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში ჩვენი დეპარტამენტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის ინიციატივით ხორციელდება, რამაც გააქტიურა ჩვენი დაწესებულებების მუშაობა.